ტანტრა, იმიტომ ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი სწავლება ხო ეს ფსიქოლოგიური ტექნიკა, იმიტომ გახდა რომ უნდა გარდასახო. არ შეიძლება არაფრის განდევნა, არც აგრესიის, არც რაღაც რისხვის, ბრაზის, ყველანაირი ემოცია უნდა გამოხატო, მაგრამ გარდასახვით. არ შეიძლება პირდაპირ რაღაცის გამტარი კი არ უნდა იყო რა, უნდა გარდასახო, ეს არის. თუ გარდასახვა არ ხდება, მაშინ ტანტრა არ მუშაობს. ეს არის აუცილებელი მომენტი, რომ გარდასახვა უნდა ხდებოდეს და მატერიალიზაცია უნდა ხდებოდეს რა. იმისათვის რომ ადამიანმა განასხვაოს რეალობა არარეალობისგან. მახსენდა სხვათა შორის აი მემთან, რა არის მემი რა. ანუ გარდა იმისა რომ ჩვენ კონკრეტულ სიზმრის თემატიკასთან მოგვიწევს მუშაობა, ასევე უნდა ვისწავლოთ რა არის სტერეოტიპი, რა არის მემი, როგორ იმართება კაცობრიობა, რა არის საერთოდ მარკეტინგი, რატომ დევნის სისტემა რა არის დეზინფორმაცია. სიზმართან მუშაობა, სხვათა შორის, ანუ რეალობის და არარეალობის განსხვავება ერთმანეთთან, ტყუილის, მართალის, იგივეა. დეზინფორმაციასთან მუშაობის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია. რომ ადამიანმა უბრალოდ გაარკვიოს რა არის მოგონილი და რა არის ნამდვილი ინფორმაცია რა. და აქ მახსენდება ამ ბოლო დროს სხვათა შორის შემხდა სოციალურ ქსელებში ეს არსებობს ესეთი ადამიანი პეტრე გარიაევი, რომელმაც ესე იგი ესეთი ჰიპოთეზა წამოჭრა, ანუ ტალღური გენეტიკა, ანუ როდესაც ამ საკითხებით ვიყავი დაინტერესებული, ხო, სწავლობდი მემეტიკას და მათ შორის აი ამ მემის საკითხს საერთოდ, ანუ მემი, რატომ დაერქვა მემი? გენი ხომ არის და ფონეტიკური ზოგიერთ ენაზე, რამდენი 2-3 ენაზე ქრება ეს ფონეტიკური მსგავსება, გენი და მემი. რიჩარდ დოკინსმა შემოიტანა ეს. ანუ არსებობს ბიოლოგიური, გენეტიკური ინფორმაცია, რომელსაც დედანი გააჩნია, ნამდვილი სიცოცხლესთან კონტაქტი აქვს და არსებობს კიდევ მოგონილი ინფორმაცია, რომელიც მოყვება ამ გენეტიკურს, ანუ დაშენებულია, არ არის პირველადი და მას არ აქვს კონტაქტი, უბრალოდ მექანიკურად არის დაშენებული მარკეტინგული სისტემის მიერ. ეხლა ავხსნათ ეს რას ნიშნავს მეტაფორულად მინდა, მეტაფორის მაგივრად მინდა ვიხმარო ამ პეტრე გარიაევის ეს ჰიპოთეზა. ესე იგი, ნახეთ რას იძახის ეს ადამიანი, სხვათა შორის ამ ტალღურ გენეტიკას უწოდებენ და ალბათ ესეც არის, რომ ფსევდომეცნიერებად მიიჩნევენ ამ ტალღურ გენეტიკას და ჯერჯერობით არც არის აღიარებული ოფიციალურ მეცნიერებად ცალკე დარგად, სხვადასხვა მიზეზების გამო, ანუ უბრალოდ თეორიულად ამბობს ეს ადამიანი და იძახის, რომ კიდევაც რომ მეოში დამტკიცება შემიძლია, მაგრამ არავინ არ აფინანსებს ამ ადამიანს. და რას იძახის ახლა არის თავარი ჰიპოთეზა. ჩვენი გენეტიკური აპარატი, საიდანაც ყველა ჩვენ ვართ წარმოშობით, ხო? გენეტიკური კოდიდან მოვდივართ, ხო, სულ ყველა ესე იგი და ეს ჩვენი გენეტიკური აპარატი მუშაობის პროცესში გამოყოფს, ესე იგი, აწარმოებს ინფორმაციას რა. ეს ინფორმაცია განა ესე ქაოტურად მოდის, არის ასე ვთქვათ, კოდებით არის რა. ამ კოდებს ბიოინჟინერიაში, გენეტიკურ ბიოლოგიაში, ანუ მტკიცებით მედიცინაშიც კი უწოდებენ ფრაზებს. ანუ ეს არის კოდირებული ინფორმაცია, ტრიპლეტებისგან შედგება, ანუ 3 ამინომჟავა ქმნის ტრიპლეტს და შემდეგ დგომ ეს ტრიპლეტი, ანუ RNA ქმნის აი ამ კოდონს. ეს ადამიანი იძახის, ეს რომელიც ფსევდომეცნიერია თუ რა ვიცი ვინ არის, მე უბრალოდ მინდა ვიხმარო მეტაფორასავით ეს განმარტება, ლამაზა ჟღერს ფსიქოლოგიურად კარგად განმარტება, რომ ესე იგი ეს კოდონები არსებობს სინონიმური კოდონებიცო, სინონიმი ხომ ვიცით რაც არის, ანუ როდესაც სიტყვა სხვადასხვანაირად ჟღერს, მაგრამ ინფორმაციას ერთი და იგივეს მოაქვს ჩვენთვის ერთი და იგივე ინფორმაცია. ხო? სინონიმური კოდონებიც არისო და ომონიმურიცო. ომონიმური ხომ ვიცით რა არის, ანუ ერთნაირად ჟღერს სიტყვები, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვა ინფორმაცია მოაქვს რა, მაგალითად როგორიც არის სიტყვა ბარი, ვთქვათ, ქართულ ენაში, შეიძლება სასოფლო-სამეურნეო იარაღია და შეიძლება ეს ტერიტორიული ადგილმდებარეობასაც ნიშნავდეს, ანუ პირობითად ვამბობ, ხა აქ ვარ გადავიდეთ, ანუ ომონიმი ნიშნავს ამას, რომ ერთნაირად ჟღერს,
მაგრამ შეიძლება კონტექსტი უნდა გაანალიზო იმისთვის რომ გააცნობიერო რას გულისხმობს ეს სიტყვა, ხო? ხო და ეს კაცი იძახის რომ ეს კოდონებიო, ხო, ეს ომონიმურებიც არსებობსო და თურმეო გენეტიკურ აპარატსო აქვსო თვისება რომ დააკვირდეს რომ ეს ომონიმი როგორ გააცნობიეროს რას გულისხმობს, რა კოდია და იმის მიხედვით აკრიფოს ის ამინომჟავები განალაგოს იმ კოდში, რომ ანუ რეალიზებას უკეთებს ამ ინფორმაციას და შეცდომა რომ დაუშვას რაღაც სხვა ამინომჟავა ჩასვას ან არ ჩასვას, ხო, თქვა შეცდომით, ეს არის ბრძანება რა ერთი სიტყვით. და ეს გენეტიკური აპარატი შემდგომ უკვე ქმნის ამ გენეტიკურ სტრუქტურას, ანუ აშენებს რეალობას. და თუ კი არ გაანალიზებს, ხო, ამ შემთხვევაში ხდება შეცდომა და ან იწვევს იმ მონაკვეთის სიკვდილს, ან ხდება მუტაცია. აი ესეთი არის ეს ჰიპოთეზა. საერთო პრეტენზია არ მაქვს ამ მეცნიერების თვითონ ნამდვილობასთან მართლა რა. უბრალოდ როგორც აი აფეთქებული ატმის ხესავით დამოქნეული გავაზივითა, ესეთ მეტაფორასავით ხმარ ამას გამოვიყენოთ მეტაფორასავით რომ თურმე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლას და გააზრებას რეალურად რა ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. რითი ყვებავენ, რას გვეუბნებიან ჩვენ. ხო და მგონი იმიტომაც არაფინანსებენ რომ ეს კაცი იძახის რომ ეს რომ აღიაროსო მტკიცებითმა მედიცინამ, აი ბიოლოგიურმა ინჟინერიამ, გენეტიკამ, ხო, ბიოლოგიურმა გენეტიკამ, მაშინ მოუწევთ იმის აღიარება რომ ეხლა ხომ თანამედროვე გენეტიკურ აი ამ ინჟინერიაში უამრავი ფული იდება, აი ამ ძალიან დიდი თანხები, ინვესტიციები ხორციელდება მასთან აი კლონირებასთან დაკავშირებით ზოგიერთ ადამიანს გაუთავებლად უნდა ალბათ იცხოვროს დიდი ხანი და აი ორგანოების გაზრდასთან დაკავშირებით და ბიოინჟინერიაში ძალიან დიდი თანხები იდება და ეს რომ აღიარონო, ფაქტობრივად მაშინ უნდა აღიარონ რომ ღმერთი არსებობსო და უნდა შეეშვანო თავიანთ საქმიანობასო, ანუ ამ ადამიანს სიტყვით არ აფინანსებენ, რომ დაამტკიცოს ეს მისი ვერსია. რითი თქმა მსურს რომ რაღაცნაირი მსგავსება ამ ადამიანის ჰიპოთეზას აქვს აი ამ რიჩარდ დოკინსის მემის განმარტებასთან, იმიტომ რომ რა არის მემი? მემიც არის აი ესეთი, მაგრამ რა თქმა უნდა, დოკინს ოფიციალური მეცნიერებებია ეს ყველაფერი და ეს მემეტიკა და ევოლუციური ბიოლოგია და ასე შემდეგ, ანუ მემი მოყვება გენეტიკურ ინფორმაციას. რას ნიშნავს ეს? რომ მაგალითად ბაბუაც, დიდი ბაბუაცაც ჰქონდა თქვა ეს დიაბეტი, შაქრის დიაბეტი, ბაბუასაც, მის შვილს, მამასაც და ეხლა ახალგაზრდა ბიჭიც ებრძვის ამ იმას დიაბეტი. თითქოს და ეს გენეტიკურია. სინამდვილეში ეს არის ინფორმაცია, ანუ ეს არის მემი. ეს არის უკვე დაშენებული ინფორმაცია და ეს არის სწორედ იმ დეზინფორმაციის მატარებელი იდეა, რომელიც ასე ვთქვათ, ფსიქოსომატიკას იწვევს. რას ნიშნავს სტერეოტიპი? მემი არის სტერეოტიპი, ხო? მემი არის აი მატრიცას რო ეძახიან რა და უნდა გქონდეს ადამიანს უნარი რომ ერთის მხრივ შეძლოს ამ მატრიცაში ცხოვრება და არ დაზიანდეს და მეორეს მხრივ მასზე დიდი